გმირი თუ ტანჯული, ბედნიერი თუ მსხვერპლი. Როგორი ქალი არის საყრდენი ოჯახისთვის და საგვარეულოსთვის. ქალი, რომელიც ირჩევს ბედნიერებას, რომელიც ირჩევს გამოვიდეს მსხვერპლობიდან, ტანჯვიდან, დანაშაულის გრძნობიდან და ასე შემდეგ, ის აჯანსაღებს მთელ თავის საგვარეულოს, ის აჯანსაღებს ჯერ თავის ოჯახს, თავის მემკვიდრეობას, შთამომავლობას და პარალელურად აჯანსაღებს საგვარეულოს. რატომ საუბრობ ამაზე? ძალიან ხშირად დილამშვიდობისა მართლა დავიწყდა დილამშვიდობისა ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ძალიან ხშირად წერენ ხოლმე და ძალიან ხშირად წამიკითხავს მოკლედ რომ აი მე ვარ გმირი, იმიტომ რომ ვარ ტანჯული. მე ვარ გმირი, იმიტომ რომ ვიტანჯები ჩემი ოჯახისთვის, აი ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ ამას და ამიტომ მე ვარ გმირი. ჩემო საყვარლებო, სანამ თქვენ იტანჯებით, მანამდე თქვენს ოჯახს უზიარებთ მხოლოდ ტანჯვის ენერგიას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება თქვენი შვილებს უყიდოთ მე-9 iPhone მიათე ჩექმა 25 ბინა, მოუწყოთ, რა ვიცი, რაღაცა ბანკეტი სასწაული, ქორწილი სასწაული და ყველაფერი სასწაული გაუკეთოთ. სანამ თქვენ ამას აკეთებთ ტანჯვის და მსხვერპლის პოზიციიდან, თქვენ შვილს ასწავლით ტანჯულობას და მსხვერპლობას მხოლოდ და მხოლოდ. და არავითარ შემთხვევაში ბედნიერებას. ამიტომ თქვენი ოჯახისთვის და თქვენი საგვარეულოსთვის ხართ მისი რიგითი წევრი, საგვარეულოს რაკურსიდან რომ განვიხილოთ, თქვენ ხართ მისი ერთ-ერთი მორიგი მსხვერპლი წევრი, რომელმაც აირჩია ის ჩარჩოები, ყველამ თავიდან გავირჩიეთ, მაგრამ მე უბრალოდ ჩვენ თვითონ ცხოვრების მანძილზე მივხვდით ზოგიერთები, ზოგი მივხვდით, ზოგი ვერ მივხვდით, რომ ეს ჩარჩოები არ გვაკმაყოფილებდა და უნდა შეგვეცვალა. ნახეთ, საგვარეულო გვთავაზობს ეს ჩარჩოებს. როგორ მოვიქცეთ, როგორ არ მოვიქცეთ, რა ვთქვათ, რა არ ვთქვათ, სად წავიდეთ, სად არ წავიდეთ, რა გავაკეთოთ, რა არ გავაკეთოთ, რა ვიგზნოთ, რა არ ვიგზნოთ, ვის უნთქოთ, თუ არ ვის უნთქოთ და ასე შემდეგ. ის ამას გვთავაზობს იმ პოზიციიდან, რომ მისი გამოცდილებით, მოკლედ საგვარეულოს გამოცდილებით, ოდესღაც თქვათ ეს თავისუფალი ქალი ან ქალი, რომელსაც თავის შეხედულებები, თავის აზრები ჰქონდა, ქალი, რომელიც დაუშვათ რაღაცა განსხვავებული იყო, შეიძლება ოდესღაც დაისაჯა სადღაც, არ ვიცი, რაღაცა, არ ვიცი, მოკლედ ჩვენი საგვარეულო ისტორიები ჩვენ თვითონ არ ვიცით და მე ყველას მithumetes არ მეცოდინება, უბრალოდ იმის გამიდა, რომ საგვარეულოს ცუდი განზრახვა არ აქვს, უბრალოდ ის გვიცავს რაღაცეებისგან, მაგრამ ეს რაღაცეები აქტუალური იყო მე-17 საუკუნეში, მე-15 საუკუნეში, მე-19 საუკუნეში, შეიძლება მე-20-შიც და აღარ არის აქტუალური 21 საუკუნეში. და საგვარეულოს თვითონ ხوار შეცვლის ამ ყველაფერს მისმა წევრებმა ჩამოაყალიბეს ის პროგრამები და მისმა წევრებმავე უნდა შეცვალონ ეს პროგრამები. რომ იმისაც რომ ქალი, იმისაც რომ კარგი იყო შენი ოჯახისთვის არ არის აუცილებელი, რომ მსხვერპლი იყო, იმისათვის რომ თქვა რომ მე ჩემს შვილებს გამოვადექიო, არ არის აუცილებელი ამისათვის რომ შენ იყო ტანჯული მაინდა-მაინც. თქვენ შეიძლება ყველაფერი იგივე გააკეთოთ თქვენი ოჯახისთვის, აბსოლუტურად იგივე, ყველა ჩვენი ოჯახისთვის ვაკეთებთ მაქსიმუმს რაც შეგვიძლია, ხო? უბრალოდ პოზიციას გააჩნიათ, თუ თქვენ თვლით რომ მე ხა ტანჯული ვარ, იმიტომ გმირი ვარ, იმიტომ რომ ტანჯული ვარ, არა, რატო ხარ ტანჯული, რატო? შენ ხო აირჩიე ეს ცხოვრება, თქვი რომ მე ავირჩიე ეს. მე ტანჯული კი არ ვარ, კაცო, ძალიან მაგარი გოგო ვარ, იმიტომ რომ მე ეს ავირჩიე. საცხოვრობ არ აქვს მნიშვნელობა, სოფელში ცხოვრობ, ქალაქში ცხოვრობ, ევროპაში ცხოვრობ, ამერიკაში ცხოვრობ. უბრალოდ დააფიქსირე ის სიკეთეები, რაც იქ ცხოვრებას ახლავს, სადაც შენ ცხოვრობ, დაინახე რაღაც კარგი და თქვი რომ იცი რა, აი ამ სიკეთეები მაქვს. მე ამისთვის მადლობელი ვარ და პლუს კიდე პარალელურად ხო, მე მინდა და ამას ვაკეთებ, ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ, ოღონდ იძულებული კი არ ვარ. როცა თქვენ ამბობთ რომ მე ვარ ტანჯული და მე ვარ მსხვერპლი, თქვენ აღიარებთ რომ ეს არ არის თქვენი არჩევანი. თქვენ აღიარებთ რომ თქვენ უბრალოდ ძალით აკეთებთ ამას, იმიტომ რომ ყველასთვის კარგი იყოთ, იმიტომ რომ შვილებმა, ანუ ეს ქვეცნობიერი ჩვენი სურვილია ყველასი, რომ ყველასთვის ვიყოთ მისაღები, ყველას მოვწონდეთ შვილებს, ვგონია რატომღაც რომ მარტო მაშინ უყვარვართ თუ ფინანსურად უკეთებთ ძალიან ბევრს და თუ ფიზიკურად გადავყევით თან და ისე არ ვაყარებით და ასე შემდეგ და აი იმის გამო რომ ადამიანებს მოვეწონოთ, ადამიანების სიყვარული დავიმსახუროთ, ვითომ ამ დროს სიყვარული უპირობოა და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა თუ თქვენ ვინმეს მარტო იმიტომ უყვარხართ რომ ყოველთვე რაღაცა $2000 უგზავნით ან რაღაცა ყოველთვე მიდიხართ ყოველ
დღე ბაზრიდან და მიგაქვთ საჭმელი რომ თვითონ არ შეწუხდეს და მაღაზიაში არ ჩავიდეს და ანუ ბაზარში დადიხართ იმიტომ რომ უფრო იაფად იყიდოთ და ასე შემდეგ, ხო? და ამ დროს თვითონ ტახტზეა წამოწოლილი. მაშინ იცი და მისი სიყვარული არ უნდა გაინტერესდეს. ეს არ არის სიყვარული უბრალოდ, ეს არ არის სიყვარული. ეს არის მომხმარებლური დამოკიდებულება დედისადმი, ქალისადმი, ცოლისადმი, შვილისადმი და ასე შემდეგ. ამიტომ აი როდესაც თქვენ ხართ ბედნი, ყველაზე მეტი სულ მე ამდენი ვლაპარაკობ, ამაზე არ ვიცი, ყველაზე მეტი რაც შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს ოჯახს, თქვენ შვილებს, თქვენ საგვარეულოს, ეს არის ის რომ იყოთ ბედნიერი. პაუზა. რომ დაფიქრდეთ. მესმის პროტესტები, რას ქვია მე ვიყო ბედნიერი? ეგ ხო ეგოიზმია, არ არის ეგოიზმი, არა მეგობრებო, ეს არ არის ეგოიზმი. ეს არის პასუხისმგებლობა. რომ მე ჩემს შვილებს ვასწავლო სწორად ცხოვრება, ვასწავლო არა მსხვერპლობა. ნახეთ, თქვენ კი გონიათ, რომ თქვენ შვილებს უქმნით ძალიან კარგ ცხოვრებას, როდესაც მის მაგივრად ყველაფერს აკეთებ. ჩვენ ყველას ეს გონია, ხო? მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მას მით უმეტეს გოგონებს ხო ვაჩვენებთ ჩვენი ასეთი ქცევით, რომ ქალი არის ტანჯული ოჯახში. ქალმა უნდა აიკიდოს თავის მხრებზე ყველაფერი რის აკიდებაც შესაძლებელია. ანუ ქმრის, შვილის, დედამთილის, მამამთილის, დედის, მამის, დის, ძმის, სიდიდრის, იმამის, სიდიდრის შემოვლე აყავთ. დედამთილი, მამამთილი, თქვი მეზობლების, ნათესავის, საგვარეულოს, მოკლედ ყველას პირთი უნდა აიკიდოს. ამას ასწავლით თქვენ, იმიტომ რომ შვილები არ სწავლობენ სიტყვებით. შვილები სწავლობენ არც აქციელებით, აქციელი თქვენ შეიძლება თანყვებით თქვენ შულს, ხო და აგრძნობინებთ, რომ რაღაც ძალიან გიყვართ ყველაფერი. ისინი სწავლობენ ჩვენი შინაგანი მდგომარეობით. ისევ როგორც სამყარო ჩვენ სურვილებს, ასრულებს არა ფიქრებით, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, არამედ ჩვენი შინაგანი მდგომარეობით, რას ვგრძნობ მე, როდესაც ამას ვფიქრობ, ხო? და თუ ჩემი შინაგანი მდგომარეობა არის, რომ მე ვარ დატანჯული, მე ვარ მსხვერპლი და თუ რამე არ გავაკეთე ისე როგორც სხვებს უნდა დამნაშავედ ვგრძნობ თავს, თუ ამ თვეში რაღაცა ისე ვერ დავეხმარე ჩემს შულს, როგორც მას უნდა და თუ ან რაღაცა მეათეჯერ 10 რაღაცა უყიდე, 11 აღარ უყიდე და გაბრაზებულია ჩემზე, მე ამ დროს დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ამ შემთხვევაში რა ენერგიას ასხივებთ თქვენ? ასხივებთ უკმარისობის ენერგიას, ასხივებთ ტანჯულობის ენერგიას, დანაშაულის გრძნობას, უარყოფის ენერგიას, მიტოვებულის ენერგიას, ვაიმე არ მიმატოვონ, მარტო არ დავრჩე და ასე შემდეგ. და სინამდვილეში, როდესაც ადამიანი ქალი არის ბედნიერი, მისგან ის ასხივებს მზესავით აი ამ ბედნიერებას, ხო? ანუ ბედნიერი ადამიანები თითქოს შიგნიდან ანათებენ, მე ძალიან მიყვარს. ია, მოგესალმებით, ამარ, მოგესალმებით. როდესაც გოგოები მივდივართ ხოლმე ტურებში, ხო? განსაკუთრებით აი ველნეს ტურებში ძალიან იგრძნობა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისათვის, რომ შევიცვალოთ. როცა საზღვარგარეთ მიდიხარ, იქ გარდა ამ ტრანსფორმაციისა, სხვა რაღაცების გეხმარება, ხო, გარემო გეხმარება, იქ სიტუაციები გეხმარება, სხვა ქვეყანაში ხარ, საერთოდ სხვა ცხოვრება, როდესაც შეხარ მოგზაურობაში, სხვა ადამიანი ხარ. როდესაც აქვე ხარ საქართველოში 2-3 დღე ტურში მიდიხარ და აი ჩამოდიან რაღაცა ბევრჯერ მithქვამს ეს რაღაც დაღლილები, ნაცრისფერები, ცუთხასიათზე და ასე შემდეგ, თუმცა ჩემი გოგოები ახლა ძირითადად აღარ დადიან ესე, მაგრამ ახლებით ხომოდიან და 3 დღეში ბრუნდებიან იქიდან როგორებიც განათებულები, შიგნიდან განათებული, არაფერი არ შეცვლილა, პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებიათ, რა თქმა უნდა, არც სახის მასაჟები გვიკეთებია ჩვენ იქ, შეიძლება კრემის წასმაც კი დაავიწყოთ, იმიტომ რომ სხვა რამეზე ვართ გადართული. მაგრამ ისინი ანათებენ შიგნიდან. აი როდესაც ადამიანი ანათებს შიგნიდან და ასხივებს შიგნიდან, ის ამ ენერგიას გადასცემს მთელ გვარს, მთელ თავის საგვარეულოს და ამით ის ცulis სცენარებს. ამით ის ცulis თავის გვარის სცენარებს, სადაც მანამდე ან თვითონ აიღო მან პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ იყოს ბედნიერი და გვარიც იყოს ბედნიერი, იმიტომ რომ მანამდე მისი თავის ქალები იყვნენ ტანჯულები და ერთად თავის თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა. როდესაც მოდის ეს ინფორმაცია საგვარეულოს შესახებ ინფორმაცია თქვენამდე ყოველთვის ამასაც უსვამხმე ხას, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ვალია, თქვენი პასუხისმგებლობა, თქვენი მოვალეობაა საგვარეულოს გაჯანსაღება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ სამყარომ დაგანახათ ეს მოდელი, რომ შენ შეგიძლია იყო თავისუფალი ქალი, შენ შეგიძლია იყო ბედნიერი ქალი, შენ შეგიძლია გახდე პირველი ქალი შენ საგვარეულოში, ვინც აიღო თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა. შენ თუ ამას არ აკეთებ, ხო? ერთხელ გადადე, ორჯერ გადადე, 10ჯერ გადადე, რაღაცა დაგეზარა. ეს არ არის თქვენი დანაშაული, ეს არ არის არავის დანაშაული, რომ ჩვენ ამ ნაბიჯებს ვერ ვდგავთ, ბევრი ადამიანი ამ ნაბიჯს ვერ დგას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით სხვანაირად როგორ ვიცხოვროთ.
ჩვენ სულ ცხოვრობდით ამ პროგრამებში და უეცრად თუ გეუბნებიან რომ ეს პროგრამა, შენი მსხვერპლობა პროგრამაა, შენი რაღაცა ტანჯველი ქმარი პროგრამაა, იმიტომ რომ შენი ეს იყო და შენც ეს ახლა შენი შვილები ასე ვთქვათ შენც ისე ზრდი შენი შვილებს როგორც დედა შენი ზრდიდა და ეგეც პროგრამაა, ფული რომ მოდის და უაზროდ იხარჯებ ეგეც პროგრამაა, იმიტომ რომ შენებიც ესე იყვნენ, სულ რო კარგავ ქონებას ეგეც პროგრამაა, იმიტომ რომ შენი წინაპრები ესე იყო და უცებ რჩება ეს ადამიანი გაოცებული. აბა მე ვინა ვარ მაშინ და სადა ვარ და იწყებ დებნას, ანუ მე ვინ ვარ, შეიძლება მოიაროს 10 ტრენერი, 10 ტრენინგი გაიაროს, რომ გაიგოს ვინ არის სინამდვილეში. თქვენ თავს მოусმინეთ, ვინ ხართ სინამდვილეში, თქვენ ხართ ქალი, რომელიც დაბადებულია ბედნიერების, მარტივად ქალი, რომელიც დაბადებულია ბედნიერებისთვის. ქალი, რომელიც დაბადებულია იმისთვის, რომ თავის შვილებს გადასცეს ბედნიერების ენერგია, ქალი, რომელიც დაბადებულია იმისთვის, რომ გააჯანსაღოს თავის საგვარეულო. ესე იგი, ამ შემთხვევაში, როცა თქვენ ხართ აი ამ ბედნიერების ენერგიაში, ხო, ანუ ირგვლივ გარემოდან იღებთ ბედნიერების ენერგიას, ბუნებიდან იღებთ, თქვენ საცხოვრებლიდან იღებთ, ურთიერთობებიდან იღებთ, შვილებიდან იღებთ, ქმრიდან იღებთ, მეგობრებიდან იღებთ, რაღაც ტრენინგებიდან იღებთ, ხო, თუნდაც მოგზაურობებიდან იღებთ ამ ენერგიას, თქვენ ამ შემთხვევაში უკვე აჩვენებთ სხვებს მაგალითს, როგორ შეიძლება ერთდროულად იყო ძალიან მოსიყვარულე დედა, ძალიან კარგი ცოლი, კარგი დიასახლისი, კარგი მეზობელი, კარგი მეგობარი და ამავე დროს იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. სულ არ არის აუცილებელი იმის, რომ თქვენ იყო კარგი ქალი, არ არის აუცილებელი რომ მსხვერპლი იყო. შენ შეგიძლია თავისუფალი და დამოუკიდებელი იყო და ამავე დროს იყო კარგი. ესენი ერთმანეთს არ გამორიცხავს. ამიტომ არ არის ეს ეგოიზმი. ეგოიზმად იმიტომ აღიქვამო ხოლმე ამას, რომ აი მე თუ ვიქნე, მე თუ ჩემ თავს მივხედავ, მე თუ დავისვენებ, მე თუ წავა რაღაცა ისე ვიცხოვრებ როგორც მე მინდა მაგალითად ხო მაშინ რა გამოდის ესე იგი მე ვიქნები ცუდი ესე იგი მე ვარ ეგოისტი ეს დრო მოვაკრე მეც ესეთი ვიყავი რა გონიათ ყავის დასალევად არ მივიდიოდი ხოლმე არავისთან იმიტომ რომ ეს დრო შემეძლო ჩემი შვილებისთვის მომეხმარა და კიდეც მივიღე საბოლოო ჯამში ინვალიდობა იმიტომ რომ ამ ზედმეტი დატვირთვისგან და ზედმეტი მსხვერპლობისგან მარტო დატვირთვისგან კი არა დატვირთვა არ ხდეს ინვალიდობას ხდეს მსხვერპლობა ამიტომ მესმის ყველა ძალიან კარგად ეს რომ აი მე თუ ესე მოვიქცევ მაშინ აღარ ვიქნები ისეთი კარგი როგორც სინამდვილეში უნდა ვიყო თუ სიკარგე ის არის რომ თქვენ მაინდა-მაინც ჩვენ დავავადმყოფდეთ მაინდა-მაინც მოგინებთ და ჩავარდებთ უნდა გვიმართოს ჭიყვები დისკოზები ნევროზები დეპრესიები უნდა დაგვემართოს შაქრიანი დიაბეტი, კუჭის წყლული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თუ დაგვემართოს იმის ხარჯზე რომ ვიყოთ კარგები, მაშინ მოდი ვიქნებით კარგები რა და ჯანმრთელად ვიყოთ. იმიტომ რომ ნახეთ, ზუსტად ეს არის ეგოიზმი, როდესაც შენ აქამდე მიყავს შენი თავი, იმიტომ რომ შენ ხდები მე შენი შვილების მოსავლელი. და თუ გივლიან ხო, ნუ ხო ჯერ ხო იტანჯებიან რომ დედას ესეთ მდგომარეობაში ხედავენ. მერე ხო ამას უამრავი დრო ენერგია შრომა ფული და ემოციები ჭირდება პირველ რიგში ემოციები რომ დედა ესეთ მდგომარეობაშია და თუ არ გივლიან და მიგატოვეს მარტო მაშინ ხო მთელი ცხოვრება როგორც უნდა უნამუსო იყოს შვილი მას დანაშაულის გრძნობა აუცილებლად გაუქუჭებს ცხოვრებას იმიტომ რომ მან იცის რომ დედისთვის უნდა მოევლო და არ მოუარა ამიტომ მეგობრებო გოგოებო ქალებო იყავით ბედნიერები, ისწავლეთ როგორ იყოთ ბედნიერები და გააბედნიერეთ სხვებიც, გააბედნიერეთ თქვენი ოჯახი, გააბედნიერეთ თქვენი გარემოცვა. იცით რა, როგორც ყველამ ვიცით უკვე და ყველამ გამოცადეთ მილიონჯერ რომ რაღაცაში გადავარდნა და ჭაობში ჩარჩენა, იმ შენი ნეგატიური ემოციების ჭაობში ჩარჩენა ძალიან კომფორტულია რა, აი სიტყვით როგორ თქვა აი რაღაცა სიტყვაც კი აქვს ამას ჯერ შენ შეიცოდებ შენ თავს ვაი მე რასაწყალი ვარ როგორი მსხვერპლი ვარ მე სხვებს უყვები და მე სხვები გიცოდებენ რასაწყალი ხარ როგორი მსხვერპლი ხარ და როგორც კი აღარ ხარ საწყალი და აღარ ხარ მსხვერპლი შეიძლება უამრავ ადამიანს ერთ აღარ დაინტერესოს შენი არაფერი მაგრამ თქვენ გაინტერესებთ აი თქვენ არ უნდა გაინტერესებდეთ სხვები რას ფიქრობენ ამაზე თქვენ უნდა გაინტერესებდეთ თქვენ რას ასხივებთ თქვენ რით იკვებავთ თქვენს ოჯახს თქვენ შვილებს თქვენ ქმარს და თქვენ როგორი
ჯაჭვის რომელი რგოლი ხართ თქვენ საგვარეულოში. ის რომელიც მთელი 7 თაობების ის გვაქვს, ხო, აქეთ მთელი 7 თაობის პროგრამები ჩვენ გვაქვს. იმ 7 თაობას ხო კიდე წინა 7 თაობის პროგრამები ქონდა. იმას კიდე ხო წინა 7, ანუ გამოდის რომ მთელი გამოქვაბულების დროიდან რაც კი ყველაზე ემოციური და მძაფრი იყო, ყველაფერი ჩვენშია ჩარჩენილი. იმიტომ გვაქვს ეს მარტოობის შიში, რომ მარტო თუ დავრჩები, ვეღარ ვიცხოვრებ. ეს მართლა გამოქვაბულების დროინდელი შიშია, რატო ვერ ვიცხოვრებ 21 საუკუნეში, ჩვენ ვერც ვიცხოვრებ მარტო თუ მარტო დარჩები. ანუ არ მოკვდები ყოველ შემთხვევაში. ან ძალიან ბევრი რამე მოდის იმ ჩვენი რეპტილური ტვინიდან, რომელიც ჯერ კიდევ გვაქვს, აი, იქიდან რაღაცა პირველყოფილი ადამიანებიდან. და ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი რამე არის ჩვენში დაგროვილი და თქვენ 21 საუკუნეში პირველად ქალებს აი ასე საჯაროდ, სახალხოდ ხალხო, ხელმისაწვდომად მოგვეცა საშუალება, რომ ეს შევცვალოთ. და ეს არის დანაშაული უკვე. ეს ნამდვილად დანაშაულია, რომ შენ ეს იცით და ამას არ აკეთებ. იმიტომ რომ შენ მარტო შენ შენ თავს კი არ აზიანებ, აზიანებ შენ შვილებს, აზიანებ შენს ოჯახს და არ ასრულებ შენს მისიას საგვარეულოს წინაშე. მიყვარხართ ყველა, ია წავიკითხავ საყვარელო შენს კომენტარს. ახან დაწერე, ესე იგი საჭირო მე, საჭირო ყველა გარემო გამოსცემ, ზუსტად ეგ მასალა რომ ჯერ მე უნდა ვიყო ბედნიერი, შესაბამისად ჩემს გარემოშიც ვაიმე საწავიდა შენი კომენტარი. აუ კომენტარი. არა, ვეღარ ვკითხო, მაგრამ აზრი გავიგე. ია, მიყვარხარ ძალიან, შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო. მე და შენ ორივე ვიცით, საიდან დავიწყეთ და სადამდე მივედით და შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო და შენ ხარ ნამდვილად ის რგოლი შენ საგვარეულოში, რომელმაც აიღო ეს მისია თავის თავზე. ძნელად, წვალებით, შეიძლება ბევრი დროის ფასად, ბევრი ცრემლის ფასად, მაგრამ შენ არ გაჩერდი, იმიტომ რომ ჩვენ როცა დავიწყეთ მე და შენ, მაშინ ეს მიმართულება, ეს აზროვნება ძალიან ახალი იყო და ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ ხვდებოდა რა არის საგვარეულო, რა საჭირო, ბევრი ახაც ვერ ხვდება. მაშინ მით უმეტეს არ იყო მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება ემიგრაციაში. და ის პირობებში მე მახსოვს შენ იმის მოსმენის დრო ადგილიც კი არ ქონდა რომ სადმე ისინი ჩანაწერები მოგესმინა ხოლმე. ამიტომ შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო და მე სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ მithქვამს რომ ემიგრანტები ვინც ახლა ჩემთან მოვიდა პირადი სესიები გაიარა თუ ძირითადად ყველა საგვარეულო გაიარა და ინდივიდუალურებით ისინი არიან უფრო აი როგორ გითხრათ გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ცნობილია რომ ადამიანი სამყარო გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგაყენეს მე უფრო მეც აკეთებ მეც გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი მე რა ემიგრაციაში არ ვიყავი რა ემიგრაცია და რა ლოგინში მიჯაჭული ემიგრაციაში ყოფნა არ ჯობია კიდე მაგას ფეხზე მაინც დადიხარ ამიტომ მეც არანაკლებ მდგომარეობაში ვიყავი და მე ზუსტად ვიცი რომ სანამ სამყარო არ მიგიყვანს აი მდგომარეობამდე როცა ძალიან გიჭირს უკვე მანამდე ბევრ რამეს არ აკეთებ ბევრ რამეზე არ იწუხებ თავს და ემიგრანტებს აქვთ ეს სიტუაცია მათ აქვთ ბევრი გამოუვალი მდგომარეობა მათ აქვთ ბევრი მონატრება მათ აქვთ ბევრი რამე აქვთ ისეთი რის გამოც ისინი აი მთელი მონდომებით მუშაობენ მთელი მონდომებით აქვთ ჩვენ ახლა ჩვენს გარემოში ჩვენ ოჯახებში ვართ ჩვენ სახლებში ვართ ნათესავები ყავს ჩვენია ყველაფერი აქ საზარული ქუთაისში არავინ არ ყავს ნაცნობი მაგრამ არა როგორ არ ყავს ახლა ყავს ქუთაისში მეგობრებთ მაგრამ სადმე სულ უცხო რაიონში რო ჩავიდე ისიც ჩემია იქაც ჩემია და იქაც გზას გავიქნებ და აი უცხო ქვეყანაში სულ სხვა რამეა და ამიტომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მუშაობა და დიდი მონდომებითაც აკეთებენ ხოლმე ამას. ისე რომ ია მიყვარხარ ძალიან, მიყვარს ყველა გოგო, რომელიც ყველა მიყვარს საერთოდ ადამიანები ზოგადად მიყვარს, მაგრამ მიყვარს მით უმეტეს ისინი, ვინც ამ პასუხისმგებლობას იღებენ თავის თავზე, თვითონ ხდებიან ბედნიერები და მე აბედნიერებენ, მე მაბედნიერებენ პირველ რიგში თავიანთ შედეგებით, იმიტომ რომ ფეიერვერკი მაქვს ხოლმე შედეგების დავდებ კიდე ჩემს გვერდებზე და აბედნიერებენ თავიანთ ოჯახებს და ცვლიან თავიანთი. საგვარეულოს უძველეს პროგრამას. რა მაგარია წარმოიდგინე, აი რა მაგარი გოგო უნდა იყო. ხა ისე რომ ვფიქრობ, რომ აი მთელი ჩემი წინაპრების ცხოვრობდნენ და მე ერთ შემიძლია შევცვალო ხალხო. ძალიან დიდი რაღაცა. იგრძენით ეს თქვენი, ეს არის ძალაუფლება. მე ერთ ადამიანს შემიძლია შევცვალო ჩემი საგვარეულოს ისტორია. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალაუფლებაა. ამას არ შეედრება არანაირი პრეზიდენტობა და არანაირი რა ვიცი ახლა მილიონერობა, ხო? ეს არის უდიდესი ძალაუფლება, რომელიც თქვენ გაქვთ მოცემული და გისურვებთ ყოველთვის გამოგეყენებინოთ ეს ძალაუფლება სწორად და თქვენი ოჯახის და თქვენი გვარის საკეთილდღეობა და სასარგებლო.